გამარჯობა, ეთერშია ობიექტივი, მე ილია ჩაჩიბაია ვარ, ვიწყებთ ინტერაქტივს, უკვე შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 557 88 55 88. როგორ აფასებთ ბოლო წლებში საქართველოში არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების თვალსაზრისით? ეს იქნება დღეს ჩვენი შეკითხვა. თქვენი დაკვირვებით, თქვენი განცდით უარესობისკენ მიდის საქმე თუ რაიმე უმჯობესდება საერთოდ, ესეც შეგვიძლია ვთქვათ. დღეს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საქართველოში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა. სხვათა შორის მე კარგად მახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა დასკვნები და ანგარიში ის ყოველთვის ასე ვთქვათ აქვეყნებს ადამიანებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაციას და მაგალითად წინა ხელისუფლების დროს პირადად მეც რამდენჯერმე მოვხვდი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და ჩემზე განხორციელებული ზეწოლები გააშუქეს. ამჟამად კი 2024 წლის შესახებ საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და უმძიმეს დასკვნას აქვეყნებს საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ იგივე ანგარიში საუბარია სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზეც, მხოლოდ საქართველოს არ ეხება ეს. გადავწყვიტეთ, რომ ინტერაქტივში თქვენ დაგისვათ შეკითხვა, როგორ აფასებთ ბოლო წლებში საქართველოში არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ადამიანის უფლებებს, როდესაც ვეხებით, ჩვენ აქ ბუნებრივია უნდა ვიგულისხმოთ სოციალური მდგომარეობაც, როდესაც ადამიანს უწევს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრება და სათანადო ღირსეული პირობები არ არსებობს დასაქმების, ცხოვრების ზოგადად, აი მაშინ ესეც ითვლება ადამიანების უფლებების დარღვევად ქვეყანაში. ვისაუბროთ გამოხატვის თავისუფლებაზე, თავისუფლად შეუძლია თუ არა საკუთარი აზრი გამოთქვას ნებისმიერ ადამიანს დღეს ქვეყანაში თუ არსებობს ეს შიშის მომენტი, რაც წინა წლებშიც არსებობდა და ახლაც ჩემი აზრით გარკვეულწილად შეინიშნება. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ასე რომ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, შემოგვიერთდეთ და თქვენი აზრი ბრძანოთ. აგრეთვე ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ პატრიოტული ძალების მიმართ არნახულ წინააღმდეგობას ხელისუფლების მხრიდან. კი, თითქოს ამბობს ქართული ოცნება, რომ ჩვენ იცით ეროვნული გავხდით, მაგრამ სინამდვილეში ის მთელი სიმძლავრით უპირისპირდება პატრიოტულ ძალებს. პატრიოტთა ალიანსთან ერთად გაერთიანებული პარტიები ჩვენ ვიცით არჩევნებში რომ მონაწილეობდნენ, როგორი ხელისშეშლა იყო საარჩევნო კომისიის წევრები ჩამოართვეს პარტიას, რომელსაც ძალიან მწირი სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნის, იმასაც კი რაღაცნაირად მუდმივად ჯარიმებით და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ეს ჩამოაწერონ. ამ ვითარებაში, ამ ძიმე ვითარებაში უწევთ ჟურნალისტებსაც არსებობა, პოლიტიკოსებსაც და საზოგადოების წევრებსაც, მაგრამ კარგიც თუ ხდება რამე, თუ უმჯობესდება ვითარება, ამაზეც შეგიძლიათ თქვენი საუბროთ, თქვენი ხედვა ამ თავისუფალ ეთერში ყველას მოგისმენთ. ზარია, გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ ყურადღებით, ეთერში ხართ. მე რა მაინტერესებს? დიახ. აი ბატონი ხალხან მოხდა თქვენი პროცესი რომელიც არის და ლაპარაკობ აი იმაზე როცა რომ შევარდნადეს ახლო იყო და აი ის იყო და როცა კანგრეს ქარხნები გაასკვისეს და ხალხად რატომ მაშინ არ ამოვდა ბატონი ხალხან მოურავე მე ძალიან კამახსოვს უჩისები რასაც აკეთებენ და იქიდან ვეღარ მოვდივარ ზედ დაგვახერხეთ წელი ქვეყანა ძალიან კარგად იცის ბატონი ირმამად. ბატონ დავითთან და ქალბატონ ირმასთან უნდა დაგერეკათ ბატონო. არა, უბრალოდ მე მინდა გითხრათ, უკაცრავად რადგან შემოგვიერთდით სხვა თემით, ნება მომეცით პასუხი გაგცეთ, რომ ბატონი დავითი, როდესაც კონკრეტულ სამსახურში მუშაობდა იმ ხელისუფლების დროს, რასაც თქვენ ახსენებთ, მაშინ მან კორუფცია აღმოფხვრა და ის სფერო ააღორძინა და ქვეყანაში დღეს რომ საერთოდ ინტერნეტი გვაქვს, კომუნიკაციების სფერო გვაქვს, რაღაც დონეზე განვითარებული, სწორედ დავით თარხანმოურავის დროს დაიწყო და გაკეთდა ეს. აღმოიფხვრა კორუფცია რიგ მიმართულებებში და არ გინდათ ახლა ეს არათემატური შემოჭრები ეთერში. მადლობა თემას თუ შეეხებით, მოგისმენთ სიამოვნებით. პირდაპირ ეთერში იყვნენ ქალბატონი ირმა ცხურაგაული და დავით თარხანმოურავი, თქვენ
მათთან შეგეძლოთ დაგერეკათ და გეთქვათ ეს და ასეთი ფორმატით ვერ წარმართავთ ახლა ჩვენს გადაცემას. მაპატიეთ 557-88-58 როგორ აფასებთ ბოლო წლებში საქართველოში არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ეს ჩვენი შეკითხვაა. გისმენთ? გამარჯობა. მე მინდა გითხრათ, რომ ადამიანის უფლებები ხარისხი ძალიან მაღალია დღეს საქართველოში. აი სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. ენას ხალი არ აქვს, მithქვიან, აი ესეთი ხარისხია ზუსტად ზედმეტის არის თქვენი და რასაც უნდა იმას ამბობენ, შეურაცხყოფაში გადადიან, მაგრამ ამის გამო არავინ არ იშება. როგორ არა, დაჭერილია ხალხი იმისთვის, რომ Facebook-ში პოსტი დაწერეს და კომენტარი გააკეთეს. და 5000 ლარიან ჯარიმებს უწესებენ, რა თავისუფლებაზე ლაპარაკობთ? არა, უწესებენ რაღაც კონკრეტული დანაშაულისთვის. დიახ, რა თქმა უნდა, კონკრეტული პოსტებისთვის. შენი რაღაც აზრი, სულ აგინეო თუ მინდა ხელისუფლებას, ამის გამო არავინ არ დაგეჭერს. მე ხედავ ახლა გარშემო რა ხდება. ეხლა ყველაფერი შუდისკენ ხო წავიდა, შეიძლება ხო ეს. და მე ჩემთვის არაფერი არ გავუკეთებია ახლა ოცხებას კონკრეტულად და არც ვიცნობ არავის, მაგრამ არ შეიძლება ამის არ დანახვათ. რაც შეეხება თქვენ გებრძვიან, შეიძლება გებრძვიან რაღაცა, მაგრამ იმის გამო რომ პატრიოტები ხართ და ამის გამო გებრძვიან, აი ასეთი მიმართულებით არ შეიძლება. სწორედ ამის გამო მიმდინარეობს ბრძოლა. ანუ თქვენ ამბობთ რომ მაშინ დღევანდელი ხელისუფლება არა პატრიოტები არიან და ვერ იტანენ პატრიოტებს, ხო? დიახ, ამას ვამბობ. დიახ. კი. რა ვერ დაგეთანხმებით მაგაში. კეთილი, თქვენი ნება არ დამეთანხმოთ. როგორ აფასებთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც უმძიმეს ფაქტებზეა საუბარი, აი მე რამდენიმე ციტატას წაგიკითხავთ, რომ საქართველოში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდაო, ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი. ჩვენ ვნახეთ, რომ გასული 1 წლის განმავლობაში რამდენიმე კანონი იქნა მიღებული, მაგალითად თუ პარლამენტის წევრს ხელისუფლებიდან თუ მთავრობის წარმომადგენელს სოციალური მედიით გააკრიტიკებ 5000 ლარიანი ჯარიმაა, მაგრამ პატრიარქზე თუ დაწერ ცუც ან ეროვნულ გმირებზე და საზოგადო მოღვაწეებზე ეს შეიძლება თურმე და პრეცედენტიც იყო რომ რამდენიმე ადამიანი ციხეში ჩასვეს. ახლა არჩევნები ახლოვდება, თქვენ ნახევარი დარჩა არჩევნებამდე და ხელისუფლება ძალიან ისეთ მეტნაკლებად ლმობიერ როლს თამაშობს. შეაჩერა, ასე ვთქვათ, ეს მასიური დაკავებები, შეაჩერა ის ცუდი ფორმები, რასაც გამოხატავდა და არჩევნების შემდეგ ალბათ გაასმაგებულად მივიღებთ ყველაფერს, დაიბრუნებენ თავიანთ სახეს, ჩემი განცდით. ზარია ეთერში, აი ახლა ვხედავთ პოლიციელებს თავდასხმის კადრებს, ამასაც ვაჩვენებთ, რა თქმა უნდა, ამაზეც ვწუხართ, როგორ შეიძლება პოლიციელს რაღაც ქვები ესროლო ან დაშავდეს პოლიციელი, ისიც ჩვენი მოქალაქეა და არც ის შეიძლება რომ საპროტესტო აქციაზე გასულ ადამიანებს წაქცეულებს თავში რაღაც ჩავარტყათ. არ შეიძლება ჟურნალისტების სასტიკი ცემა ქუჩაში. კანონი უნდა კანონობდეს, ვინც აშავებს ის ყოველთვის პასუხს უნდა აგებდეს სამართლიანი კანონმდებლობით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში. და სასამართლო არის თუ არა საერთოდ თავისუფალი, ესეც დღეს საკამათო თემაა. სიღარიბის თემა, ესეც ადამიანის უფლებების საკითხია. ზარია, გისმენთ? ალო. დიახ. შვილო, მე ძალიან მაინტერესებს ერთ რამეზე შეგეკითხოთ. აი ხა თქვენ ამბობთ რომ ისაო, რა ქვია, მედიასთან ურთიერთობა, პოლიციასთან ურთიერთობა. მე ხა მაინტერესებს ერთი რამე. აი არც ისა ვარ ნაციონალი, არც ოცნება. მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანას უყურებს ჩვეულებრივად და ძალიან გულის ტკივილი. მაინტერესებს ყველაფერი და მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს და ვლოცულობ იმაზე, რომ ეს ჩემი ქვეყანა იყოს დამშვიდებული, დაწყნარებული და მშვიდობა იყოს ქვეყანაში. მაგრამ ახლა ერთი რამე მაინტერესებს. აი ახლა ეს პოლიციელები რომ შავდებიან ამ იმითი, რა ქვია, ამ დემონსტრაციის მონაწილე ხალხი. რატო იმას აი ახლა ბზია ამაღლობელდი ამას წინათ იყო გადაცემა თქვენს ეთერში. მე უსმენდი იმას და ძალიან დაიცვეს მზია ამაღლობელი რომ რა მოხდა ასეთი, კაცო, როგორ რა მოხდა, თავმოყარეობა აქვს შენახული ადამიანს, კაცო,
მართლა ეხლა რაფერ უნდა გაარტყა ქალმა იმას ისე რომ კაცი ააღრიალო ტკივილებისაგან მაგრამ ააღრიალო ხო რა ატირდეს კაცი ეხლა მეთქი ვინ იტირა სად იტირა სად ნახეთ რა ვიცი კაცო მე გეუბნებით იმას საქმეა უბრალოდ აღნიშნა ისე რაფერ გაარტყავდა რომ ასე ატკენდა მაგრამ თავმოყარეობა აქვს იმ კაცსა თავმოყარეობა და იმიტომაც სასამართლოში გადავიდა საქმე და ახლა ჩვენ რომ ვიძახით თქვენები ციტახოდენ ირვაინაშვილს დიდ პაპის ქალბატონო ერთი შეკითხვა მაქვს აი თქვენ რაღაც კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობთ მთლიანობაში ბოლო წლებში უმჯობესდება ადამიანის უფლებები თუ უარესდება ეს ჩვენი კითხვაა არა რა უმჯობესდება მაგრამ ხანდახან ხედავ ჩალმხრივად გასაგებია უფრო მეტი ეპატიებათ იმათ პირიქით მგონია არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა, ვინც ჟურნალისტებს ურტყამდა, ვინც წაქცეულ მომიტინგეებს თავში ურტყამდა, არც ერთი არ დასჯილა. ესეც აღსანიშნავია და მაგით უნდა მოისინჯოს ეგ საქმეები და ეს პოლიციელები უნდა გამომჟღავნდნენ. მე თანახმავ ვიქნები და დაისაჯონ ეს პოლიციელები. მაგრამ ვინც შეურაცხყოფა მიაკენა ამ პოლიციელებს ზოგიერთმა მე აი ახლა კადრები გადიოდა ცოტა ხნის წინ ჩვენს ეთერში პოლიციელებზე დიახ და მეც ვთქვი ეს დანანებით. რა თქმა უნდა და ეს მძიმეა ჩვენთვის, არ შეიძლება. არ უნდა დაისაჯოს შვილო. უნდა დაისაჯოს, ვინც ეს გააკეთა. იმ ზიამაღლობებს სულ არ ვიცნობ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დაისაჯა ნორმალურად. არ უნდა ნახოს დღევანდელ ახალგაზრდობამ, რომ ვინმეს რამე ეპატია. კანონი უნდა კანონობდეს. აი მაშინ იქნება აი აქ გეთახმებით. კანონი უნდა კანონობდეს და ყველას მიმართ სამართლიანად გავცელდეს. მადლობა. ბატონო, მე მაგას ვამბობ. ის პოლიციელი სულ დაისაჯოს. მე დავინახე ეხლა ფეხი რო გაკრა ვიღაცას დაცემულ კაცს მტერი რომ მტერი იყო ბრძოლის ველზე ის არ იმაშრებოდა აყენებდა ზერბერ შეურაცხყოფას და აქ ჩვენთან კაცი დაცემული ახალგაზრდა კაცი და ფეხი გაკრა. ეს არის დასაჯელი კი არა, ფეხი უნდა მოაჭრა იმას. მაგრამ აბა ვინ არის პატრონი არ აქვს შვილო. არა, აი ესეთია ჩემი აზრი. მადლობა რომ დაგვიკავშირდით. 555-88-55-88. დღეს გამოქვეყნდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა საქართველოში ბოლო დროს ჟურნალისტების, მოქალაქეების და სხვა პირების მიმართ არსებულ მუქარაზე, ძალადობაზე, შევიწროვებაზე ამახვილებს სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას, ცენზურაზე მათ შორის და სხვა და სხვა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაყურებლები და რადიო მსმენელები, რა მდგომარეობა გვაქვს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, მაგალითად ბოლო წლების განმავლობაში? მორიგი ზარია, გისმენთ? შუადღემშვიდობისა, ილია შვილო. შუადღემშვიდობისა, მოგესალმებით. ილია შვილო, მინდა საკითხზე დავახმაყურო ყურადღება. როდესაც 99 აპრილის ტრაგედია მოხდა და ამდენი მშვიდობიანი მოსახლეობა დაიხოცა, ჩვენი თავობა ყოველ შემთხვევაში ვცდილობდით, რომ კარგი ცხოვრება მოხსნოდა. მოდიოდა მიტინგები იმართებოდა, მე მახსოვს ირაკლი წერეთელი როგორ მართავდა მიტინგებს. ხო, აი ევროპისკენ, ამერიკას სულ ახსენებდა და ისე გვიბიძგებდნენ, რომ კარგი ცხოვრება გვექნებოდა. მოხდა 9 აპრილის ტრაგედია, ჩამოიგდა საბჭოთა კავშირი. მაგრამ ეს ისმის თქვენი ტელევიზიიდან ხშირად, რომ ველური კაპიტალიზმის შემომსვლელები ახსენებენ ხოლმე. მე მინდა იმას დასაგონად თქვა, ჩვენ რომ ვიბრძოდით, იმიტომ ვიბრძოდით, რომ ის ველური კაპიტალიზმი მოსულიყო და პარტიები მოსულიყვნენ, რომ დამძღარიყვნენ და კარგი ცხოვრება ენახათ თუ ჩვენ ქვეყანა უკეთესობისკენ წავიდა ჩვენი ქვეყანა. მე ამის იმის თქვა მინდა ილია შვილო, რომ ჩვენ 24 წელიწადია დაინგრა საბჭოთა კავშირი. ჩვენი თაობა ველოდით უკეთეს ცხოვრებას და რა მივიღეთ? ეს რა არის 350 ლარი პენსია, რომელსაც მე ვიღებ და შემნაირები. ამისთვის ვიბრძოდით, რომ მაღაზიები ძვირი ყოფილიყო, ბაზარი ძვირი ყოფილიყო, აფთიაქებში წამლები ამხელა ფასები ყოფილიყო, სამსახურები ნორმალური არა, სოციალურად დაუცველებს წესიერი სოციალური არ ყოლოდა. თუ რა რითი ვიბრძოდით, აი მე კითხულობ, რეკითხებით დავრობა.
ჩვენ რატო უნდა ვიყოთ ღარიბობაში პენსიონერები და რატო უნდა შიმშილობენ? აი გახსენ პასუხი. რატო მარგვეძლება ტესტიერი პენსია? თუ ღარიბი ქვეყანა ვარ, რატომ უნდა ყავდეს ღარიბ ქვეყანაში დიდარი მთავრობა? ვეკითხები და რატომ არ უნდა მქონდეს მე ღირსეული პენსია და რატომ უნდა სხვადასხვა 50 ლარი? რატომ უნდა სხვადასხვა პენსიონერებს? აი ვეკითხები და ეხლა დღეს გამარჯვებას ზეიმობენ. რატომ ზეიმობს კაცო? ჩვენ პენსიონერებს გამწირვალე ისმოგვიწო. რა ქვია? არჩევნები და მიიღებენ როგორ არჩევნები ელოდება პენსიონერებისგან. რატომ? თქვენ კარგი პირი გაქვთ, კარგი კუჭები გაქვთ, კარგი ცხოვრება გინდა და მიხილწეული პენსია უნდა გქონდეს? მადლობა. აი მიუმართავ მთავრობას. გავიგეთ, მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის. გასაგებია აბსოლუტურად. არჩევნები ახლოვდება და ახლა შემსუბუქდება ყველანაირი წნეხი. შემსუბუქდება ჯარიმებთან დაკავშირებული პოლიტიკა ხელისუფლების ასე ვთქვათ ცოტა მოუშვებენ მართვის სადავეებს, იმიტომ რომ ამ თვენახევარში ადამიანებთან ცუდად არ წარმოაჩინონ საქმე, მაგრამ დასრულდება ეს არჩევნები, თუ ისევ ქართული ოცნება აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვებს, შემდეგ უარესი გველოდება იმ ჯარიმებსაც ისევ თავიდან ამოიღებენ, გარევაჭრობაც ისევ აიკრძალება, ჩვენ გვწერენ სხვათა შორის, რომ აი ბოლო დროსო გარევაჭრობის ნებართვას გვთავენო და რა ხდებაო, რამეს ხო არ უნდა ველოდოთ მომავალშიც უცო და ამას ვპასუხობ. სარია ეთერში, ადამიანის უფლებების კუთხით, რა ხდება თქვენი აზრით დღეს საქართველოში? ილია მოგესალმები შვილო. გამარჯობა. ამერიკის დეპარტამენტმა იმას მიხედოს, უკრაინაში ხეიბრები რომ იყავთ იძულები ფრონტზე, იჭერენ და ყრიან მანქანებში და უკრავენ თავს პირდაპირ სასაკლაოზე. ეხლა რა შეეხება ჩვენ ქვეყანას? ჩვენ ქვეყანაში ადამიანის უფლებები მაშინ იქნება დაცული, როცა კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნება. პოზიცია იქნება, ოპოზიცია იქნება, მთავრობა იქნება, სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან, თუ იქნებიან, არასდროს აგებენ კანონის წინაშე. თავიანთი განავშაულებრივი ქმედებების გამო. აი მაშინ იქნება ყველაფერი დალაგებული ჩვენ ქვეყანაში. ეხლა რომ შენ არ გამწიჟო, ეხლა რომ შენ ადამიანს დაღლებით უგდებს 300 ლარს, 500 ლარს და შენ ბაილამო, რომელი ადამიანის უფლებების დაცვაზეა ლაპარაკი? ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი აჯამსამლალივით არის არეული. მადლობთ თქვენს არისთვის. პირდაპირ ეთერში ვართ, ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერ შეგახსენებთ 557 88 55 88. ადამიანის უფლებების მდგომარეობა როგორია დღეს საქართველოში და ბოლო წლების განმავლობაში რას ხედავთ? უარესდება მდგომარეობა თუ გნებავთ უმჯობესდება, ამასაც ვისაუბროთ, თუ კი ასე თვლის დღეს ვინმე რომ წინ მივდივართ და მივქრივართ უკეთესობისკენ. მორიგი ზარია გისმენთ? გამარჯობა სილვია. გამარჯობა ქალბატონო. იქ სადაც კორუფცია იმ ქვეყანაში, იქ სადაც ამდენი უმუშტვით არის, უმუშევრობა, იქ სადაც ამდენი გაჭირებული და მშიერი ადამიანია. როგორ არის? დიახ. როგორ არის ყველა? ირღვევა და ძალიან აღირღვევა. ვიდრე არ იქნება ნორმალური მთავრობა და პატრიოტი და ხალხის მოყვარული და სამშობლოს მოყვარული, არასდროს არ იქნება მშვიდობა და არ იქნება უფრო გადასული ხალხი. დიახ, მადლობთ, გასაგებია თქვენი მოსაზრება. ბოლო დროს გაჩნდა ერთი საინტერესო ტერმინი, რომელსაც ჰქვია ფარული ხელი. რას გულისხმობს ეს ფარული ხელი? მაგალითად, მიუღებელ ორგანიზაციებს, ტელევიზიებს, პარტიებს, ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა მხრიდან უდგებიან და ცდილობენ მათ შევიწროვებას. მაგალითად, თუ ვინმე ყავს ამ ორგანიზაციას სპონსორი, შემწირველი, მიდის ვიღაცა იქ, ეუბნება რომ შენ აღარ უნდა შესწირო და ისიც შემდეგ უარს ამბობს ამ ორგანიზაციისთვის რაღაც ხელის გამართვაზე. რაიმე საგრანტო კონკურსში მიიღებ მონაწილეობა შეგააქვს, იქაც
ვთქვათ, უხილავი ხელი მოდის და მაქსიმალურად გიშლის ყველაფერს. არჩევნებში მონაწილეობ, არჩევნების წინ თვენახევრით ადრე იმდენად სოლიდური თანხით დაგაჯარიმებენ, რომ აი პრაქტიკულად არ ვიცი, არსებობა არ არსებობის პირობებში ჩაგაყენებენ და ეს ხდება მასიურად. და ამის მაგალითია, რასაც უკეთებენ წლების განმავლობაში უკვე ობიექტივს და პატრიოტთა ალიანსს. ფარული ხელის გარდა არაფარული ხელიც მოქმედებს და ფარულიც ორივე ერთად და დაგვანებეთ რა თავი, არაფერი თქვენგან არ გვინდა მივმართავ ამ ხელისუფლებას. ოღონდ შეგვეშვით რა. შეგვეშვით თავი დაგვანებეთ. და ესეც ადამიანის უფლებების დარღვევაა, როდესაც ამას უკეთებ შენ პატრიოტულ ეროვნულ გაერთიანებას. აბა რა არის ეს თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევა და ხელის შეშლა. და თავისუფალი არჩევნების საქმეში ჩარევაა ეს, რომ პარტიამ ვერაფერი ვერ გააკეთოს, ვერ იმუშაოს. უფასო პოლიტიკური რეკლამა არ გაუშვას, ვერ გაუშვას და ამასაც უკრძალავ უკვე. რაც ადრე ეკუთვნოდა კანონით. იმდენად ცბიერ, იმდენად მავნებლურ კანონებს იღებენ, იმდენად ბოროტად და გაიძვერულად მოქმედებენ, რომ უნდათ რომ აი გაგაქრონ, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, რომ ჩვენი მაყურებელი მაგალითად რადიომსმენელი, თავად ობიექტივის წამყვანები, ჩვენი გუნდი ამ წინააღმდეგობებს შეჩვეული ვართ წლების განმავლობაში. ძალიან დიდი ხანია ასეთ და უარეს ბრძოლებში ვართ. და ამას კი არა, ძალიან ბევრ სხვასაც გაუძლებთ. არ გავჩერდებით არც ერთ შემთხვევაში. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობთ. გამარჯობა. ამერიკის შეერთებული შტატების დასკვნა ადამიანთა უფლებების დაკავშირებით საერთოდ ეხება არ იგულისხმებაში ეს თქვენ ჩამოთვალეთ. ანუ ეს უკანასკნელობა ესეთან დაკავშირებით, გაჭირებასთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველად დაკავშირებით. არა, მე დავამატე, რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი დასკვნას კი არ ეხება. არა, მე რისკვანდეიტი. მას საერთოდ ხალხის მდგომარეობა ამერიკას არ აინტერესებს. ხალხის სოციალიზმი არა, ამაზე არ არის. აი მაგალითად ანტიფოსკო თავიზოზე გაუქმეს პარტია და არ მისცეს ნომერი თქვა. ამ თქვენ პარტიას თემძიან, ეს არ იგულისხმება მაგალითად. მათ ჩვენ არ კატეგორიას ხალხს მაგათ არ აინტერესებს. მაგათ აინტერესებს ნაციზმი. აი ბუდიზმი რომ მოხდა ამნაშავეები. კი, მაგრამ აი ტრამპის ადმინისტრაციაზეც ამას ფიქრობთ, რომ ნაცების მოყვანა უნდა? ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს ამას, რომ საშინელი ვითარება არისო ადამიანის უფლებების კუთხით. ტრამპი ბაიდენი არ არის, მაგრამ ტრამპი და ამერიკას გლობალური პოლიტიკა არის საერთოდ და ასრულების მანძილზე. ასე ერთი ადამიანი ვერ შეცვლი და არ შეცვლი, ადმინისტრაციული არ შეცვლი, მაგრამ არ შეცვლი. გლობალური მართლობა უნდა თავის მასონებია თუ ინსტიტუტია თუ სოფლიო ბატონებია, თუმცა ასე უნდა ცდილობდნენ მარტო პატარა ქვეყნები. ეხლა მასშტაბის ხელით მარტო, იმიტომ ამოწმენ ეს ყველაფერი. რა არის დამღლოვა ახლა, მაგალითად პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი დაიჭირეს პარტიო თეორიულად საგამოძიებო კომისიაზე მოდი, თუ არ მოხვალ დაგიწეს ციხეში. ციხეში დალაპარაკება თუ არ გინდა და ის თვითონ კანონი ასწია, მაინც არ მიდიხარ. ატილიზესია და მე მეკოს ბატონი ახალ მოურავიზახით თუ არ მიდის იმაზე გამოძიებასო უნდა დაიჭ მიიყვანო კანონში წერია რომ არის ციხე ამის მონიტორი და რა შეიძლება ცუდი კანონია ამაშია საქმე მე მაგალითად სასამართლოში როდესაც გიბარებენ შეიძლება ერთხელ ორჯერ სამჯერ გაფრთხილება მოგცენ და მეოთხეჯერ უკვე ძალით მიგიყვანენ ასეა პროკურატურაში გამოძიებაში და ეს კომისია რა არის ასეთი უზენაესი რომ თქვათ პოლიტიკური ბოიკოტის უფლება წაართვა. თუმცა ის ლიდერები განამემომწონს და ეგენი მიყვარს, უბრალოდ სამართლიანად უნდა აზღვევინო პასუხი, რაც დააშავეს ამაზე ვამბობ. უნდა არ მომწონს მართები და ესენი რომ როგორც კანონია რომ კანონური ფურდების ეს კანონი ოცნება მიიღო და არასწორად მიიღო, ამაზე არის საუბარი აქ უბრალოდ. ეს რო არასწორია, ბოლომდე არ ეთახები, მაგრამ რაღაც ნაციონალ ადამიანის და ქურდი უნდა დამოვიდეო იმას ეხლა დაუნერობის სამუშაო ჩაუტარო ჯერ კიდევ ერთი პრობლემა იცით რა არის ჩემო ბატონო ამ ყველაფერში თუ შეიძლება აი საინტერესოა ეს დაჭერილი ხალხი ვინც ახლა ციხეში ზის ხომ ვინ არის ვაშაძე მაგალითად ვინ არის გვარამია რა გაუკეთებიათ საქართველოსთვის კარგი ცუდისმეტი იმდენად უსუსური ბრალდებით არიან დაკავებული რომ თავიანთი მომხრეების თვალში უცხოეთის თვალში კიდევ ახალგაზრდობის ნაწილის თვალში რაღაც გმირება ჩანან და ეს არის ტრაგედია. ამ კანონის თანახმად და ეკუთვნის შეხედა რა შეაუცილებლობა. მე მეცაც კიდე დავაჯარიმები და კიდე დავიჭერდი, იმიტომ რომ მოდი დაგელაპარაკო ადამიანს. აი ჯარიმა უფრო რეალურია. დიახ.
ციხეც მოხდება ჩემი აზრით როგორც კანონი ქურდობისთვის არის დაჯელი ჩემი ნება რო იყოს ვაყურებდნენ იმ საგამოძიებო კომისიაზე ხალხის მოლაპარაკებს და სიმართლეა კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის ერობას აღიარებს ეს კაცი იმას დავიჯერდი ციხეში მაგ შეისასწრელი არა შეხა მავლებელი შეხა საფათო საზოგადოების აი ესე ვიზავი კეთილი ჩემო ბატონო მადლობა თქვენ რომ დაგვირეკეთ და თქვენი პოზიცია გაგვიზიარეთ. რას ფიქრობთ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე დღეს საქართველოში? სწორედ ამას ეხება ჩვენი დღევანდელი საუბარი. გადაცემის პარალელურად ჩვენ ვუშვებთ კადრებს, რომელსაც უმეტესწილად საერთაშორისო მედია ავრცელებს, მაგალითად ალ-ჯაზირას მიერ გავრცელებული კადრები იყო ცოტა ხნის წინ და სხვა მათ შორის ქართული სააგენტოებითაც რაც გავრცელდა. მათ შორის ვხედავთ ჟურნალისტებზე თავდასხმას, მოქალაქეებზე თავდასხმას, ვხედავთ კადრებს, სადაც დაშავებული პოლიციელები ჩანან და ეს ყველაფერი გვაწუხებს, ხო, გამომრჩა როგორ ჩხუბობენ პოლიტიკოსები პარლამენტში, როგორ ესხმიან თავს ერთმანეთს, ჩხუბი დეპუტატებსა და აქტივისტებს შორის ეს ყველაფერი ხომ დაგროვდა ძალიან ბევრი დოზით და აქ ჩანს რომ ხან ერთი მხარის უფლებები ერხვევა, ხან მეორე მხარის ერთი მხარე სამაგიეროდ უფრო ნაკლებად ისჯება, მეორე უფრო მეტად. ეს ჩემი განცდა, არ ვიცი თქვენ რა სიტყვით. აქ საქმე იმაში კი არ არის, ვინ მოგწონს და ვინ არა. როდესაც ობიექტურად შორიდან უყურებ ვითარებას, იქ აღქმა როგორია, სამართლიანად მიმდინარეობს პროცესი ადამიანის უფლებები, სასამართლოს განაჩენები სამართლიანია თუ არა, სამართლიანია თუ არა ის რომ ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს დღეს საქართველო, რიტორიკულია ეს შეკითხვა. სოციალური ვითარებით ხალხი ქვეყნიდან გარბის უცხოელებით ივსება ქვეყანა ესეც ადამიანის უფლებებია ჩვენი უფლებებია ძალადობრივი ფაქტები და დაპირისპირებები მომრავლდა კვლელობები მომრავლდა აი რაღაც საშინელ ამბავს ვგებულობთ თითქმის ყოველ მეორე დღეს ვიღაცა მოკლეს ვიღაცას იტაცებდნენ მათ შორის ეპისკოპოსზე იყო ნათქვამი რომ გუბერნატორის ყოფილი მოადგილე იტაცებდა თურმე უბრალოდ მკვლელობას გეგმავდა რაღაც საშინელებებს ვგებულობთ ყოველ წუთს და ყოველ წამს. ზარია. მოგესალმებით ბატონო ილია. გამარჯობა. გუშინ დღეს გილოცავ. მეც გილოცავ დიდგორობას დიახ. დიდგორობასაც გილოცავ და ინტერაქტივში ობიექტებმა მიიღო მაღალი პროცენტი. დიახ. მე მეორეს მომიწია შემოსვლა, მაგრამ დავაფიქსირე. მე ვიფიქრე რომ თემი ზარია დააფიქსირა მეთქი და მეორე შემოედი. ხანდახან გეტინამდეგები ხოლმე, მაგრამ ერთი ხმა დავაფიქსირეთ თქვენი, დიახ, ერთი ხმა. არა უშავს, რა თქმა უნდა, ხანდახან მე არ შეიძლება დაგეთანხმოთ, ხან თქვენ არ შეიძლება დამეთ, რა მოხდა მე? დიდი ამბავი, პირიქით უკეთესია. მე ძალიან გამეხარდა გუშინდელი ინტერაქტივი, რომ მე თქვენი პარტიის წევრი ვარ და მაინც გული დამიმშვიდა. დიახ. ერთი რამეა ბატონო ილია. ჯერეთი აღზდა, იმიტომ რომ რამხელა ფანჯარა გაცდა ძველთაობასა და ახალთაობას შორის. ის ახალგაზრდების რომლებიც ჩვენ ესე შეეწინააღმდეგებოდით მილიციას, წარმოუდგენელი იყო ეს. ამას როგორ გააკეთებდი? ანდა მილიცია თქვა დღეს რომ როგორც უნდა ისე იქნება ზოგიერთი, ასე გააკეთებდა, არ გააკეთებდა ამაი ამბობ. ერთი რასია საქმე, ჩვენ თვითონ კანონი არ აქვს, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ არ ვიცი. კანონს თვითონ იწერე. 30 წელიწადია ეს მოდის ეს ქვეყანა, ხო? რათი გახდი ჩვენ მილიარდერი? 30 წლის განმავლობაში ხო ერთი სასტატოდეზე ისა გქონდა ჩვენ ყველა. კომუნისტური წყობიდან მოვდივართ, ხო? ჯერ ის ვიკითხოთ, საიდანაა გაქცენ ამდენი? კანონებს თვითონ ირგებენ და საიდან იქნება კანონი? არ მინდა ვილაპარაკო სახალხოდ, მაგრამ ამოვიდა ხელში ყველაფერი. დაჯდა პარლამენტში 9 მილიარდელები ყავს, კაცო და ის ჩემ ინტერესს გაატარე. მე მშივამ, ტყივა, უშევარი ვარ. არ გაატარებს ის. სად დაითრიოს ნაკვეთი, სად მიწაიშოვოს, სად გადაყიდოს, საიდან რა შემოეტანოს, რა ისარგებლოს, ისინი იმაზე ფიქრობენ, ჩვენზე არ ფიქრობენ ისე. ის ანაბრები გამოდიოდა წეგან ბატონ თარხანმოულანთან შემოვიდა ვიღაცა გულისკილით. ხაზარადეს როებებიან არმისლაზე შედალოცილო აგერ შეათრიე ხო და ამდენა ხალხის ანაბრები რო შეტამა იმეორესთან ერთად აღარ მინდა იმეორის გვარდა სახელება მოკითხე და თუ რამე ქონება გამოარდა გადაუნაწია ფაქტ შეგაწევ ბატონო გამეხარდა კიდევ გილოცავ და გილოცავ მადლობა დიახ დიდი მადლობა ასეთ გადაცემას არჩევნებამდე კიდევ
ჩავატარებთ რამდენჯერმე შეგნებულად ვაკეთებთ ასეთი ტიპის ინტერაქტივს იმისთვის რომ ჩვენც დავინახოთ ერთმანეთს გავუცვალოთ ასე ვთქვათ ჩვენი შეხედულებები და ვინც არ რეკავს ხოლმე ეთერში იმ საზოგადოებამაც დაინახოს რომ ასე არ არის საქმე რომ შენ ყავს რეალური მხარდამჭერი რეალური და ძალიან ბევრი და ზოგიერთი კვლევით რომელსაც სახელმწიფო მედია გაავრცელებს დაგიწერენ 1.8% ან 2% ან 3% ამ კვლევებში არ არის ეს ასე მარტივად როგორც უნდათ რომ წარმოაჩინონ ზარია ეთერში გისმენთ ალო გამარჯობა მოგესალმებით გამარჯობა დიახ აი ეს ქვეყანა გადარჩება იმ შემთხვევაში დიახ პირველი ქვეყანა უნდა გადავიდე საპრეზიდენტო მმართველობას მეორე პარლამენტი უნდა იყოს მინიმუმ 100 კაცი მესამე სახელმწიფო სამსახურში არ უნდა მიიღონ პიროვნება ვით სამხედრო სამსახური გავლილი არ არის დარც პარლამენტში განათლება უნდა იყოს 10 კლასი და ის 2 წელი ახალგაზრდებმა უნდა გაატარონ სამხედრო სამსახურში სადაც მიიღებენ გარკვეულ სპეციალობას და ნათქვამი არის ხელმწიფე ერთია ტახტი მარდება ბატონი მრავალია დაქცევა ნაღდი კარგად წარდებოდეთ მადლობა თქვენ ბატონო ჩემო საინტერესო წინადადებებით შემოვიდა მაყურებელი თუ რადიო მსმენელი ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ სტუდიის ტელეფონის ნომერია 557-58-55-88 როგორ აფასებთ ბოლო წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას გისმენთ გამარჯობა გისმენთ ჩვენ არაფერი გვეშველება საერთოდ ჩვენ არაფერი ხმა არ ამოვიგეთ არაფერი გვეშველება ჩვენ ადგილზე ეს თავრობის ადგილს ადგენენ პაკისტანელები არაბები და თურქები მეტი არაფერი გვეშველება კი საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს უკანონო მიგრაციის და კანონიერი მიგრაციის კუთხითაც შემოდიან უცხოელები და მართლაც გაივსო საქართველოს ქალაქები ამაზე ჩვენ ცალკე გადაცემები არაერთი გქონდა მომავალშიც ვისაუბრებთ მაქსიმალურად ბევრი გადაცემა საჭირო ბევრი დისკუსია რომ გამოსავალი ვიპოვოთ და ჩვენი ხალხის პოზიციები დავანახოთ ასე ვთქვათ თავრობას ამ თემასთან დაკავშირებით მორიგი ზარია გისმენთ მოგესალმებით ბატონო გამარჯობა დიახ რა ვიცი ამერიკელები ძალიან არ მწავს და არ მიხოს და მithumetes ტრამპი არ მოგა უკაცრავად ბატონ დავით საქართველოს ძალიან ყარებია ტრამპი ინა გადაცემა არაფერს კარგს არ დაგვაყრეს ტრამპი უფრო და უფრო ჩვენთვის აი ზანგეზურის ამბავი დავიღოთ ესე იქნება რა თქმა უნდა გულ არ აინტერესებს საქართველოს შეიძლება ოდნავ გულს კიდემა რა ვიცი მე ესე მგონია და მაგრამ ეგ ზღაპარია რაღაც ალიასკა ისე მენიშნა რუსული ტერიტორია როცა ძალიან დიდი ეჭვი და გონივრული რომ ბესტო შეიძლება ჩაეწინოს მაგრამ ნახოთ ბოლოს მე გაიცინებს ალიასკას დაიბრუნებს რუსეთის სულ მალე კიდე რაღაც ეთება იქ ის ზღაპარია რომ ამერიკული კონტინგენტი ჩადგება რუსეთი მაგას არ დაუხებს რომ გუმგიუმრის ისინი აპია ნატილები ძალიან გააძლიერა. და კიდევ ერთი მკითხვა მქონდა, აი ბატონ დავითი ვერ დაუკავშირდი. კეთილი, იცით რა, ბატონ დავითი, როდესაც ეთერში იქნება, მას დაუსვათ ეს შეკითხვა. მიხალს გადაცემები, ექშტეინის სივწერუარი და რა არ მოეწონა ძალიან მაინტერესებს. ესე იგი, რაზა შატერიშვილი შეშფოთდა, რომ მასზე არანაკლებ კვიანი კაცია. რა ვიცი, ყველა კვიანმა კაცმა უნდა გამოწყოს აზრი და მოусმინოს. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ყველანაირი განმარტება რისი თქმაც სურდა ბატონ დავითს, ბრძანა ამის შესახებ. ბატონ შათირიშვილთან დაკავშირებითაც ცუდი არაფერი არ ვთქვამთ, უბრალოდ მის წერილთან მიმართებაში იყო, ასე ვთქვათ, საუბარი გადაცემაში. სწორედ იმისთვის აქვეყნებს ბატონი ზაზაც ამ წერილებს, რომ
რაღაც დისკუსია მოხდეს და არ იქნება ის წინააღმდეგი ამ ყველაფრის. თქვენ ყველაფერი პირიქით და უკუღმა გაგიგიათ ჩემო ბატონო და ძალიან მწუხვარ ამის გამო. ხლა სათითაოდ ვერ ჩაკვებით ყველა პუნქტში, რომელიც ჩამოთვალეთ, მაგრამ ელემენტარული პატივისცემის საკითხია, რომ ადამიანი, როდესაც პირდაპირ ეთერში უძღვება გადაცემას, ან სტუმრად არის, შეგიძლიათ პირდაპირ მასთან დარეკოთ და მას გაესაუბროთ და მას დაუსვათ შეკითხვა. როდესაც დასრულდება ის გადაცემა და სხვა იწყება და ზურგს უკან უკვე აქ დარეკვა სხვა გადაცემაში და მასზე ლაპარაკი, როდესაც ის პასუხს ვერ გცემთ, აი ძალიან უხერხული მომენტია ჩემი აზრით და გთხოვთ ეს გაითვალისწინეთ. მეც უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ და თქვენ თავს ხომ უხერხულ მდგომარეობაში იყენებთ, ისედაც ეს ფაქტია. ზარია, გამარჯობა. გისმენთ, ეთერში ხართ. არა, ლაპარაკი არის. ეთერში ხართ, ჩემო ბატონო, წამყვანი გესაუბრებით. დაიწყეთ. გაითიშა ალბათ ხომ? არ ვიცი. ან გავთიშოთ თუ არ გაითიშა, იმიტომ რომ ტელევიზორს ხმას აუცა. არა. ტელევიზორს ხმა დაუწიეთ, გთხოვთ, ან გაგთიშოთ. მოიცა დაუ. გამოურთეთ, საერთოდ გამოურთეთ ხმა. უხერხულია წლების განმავლობაში გთხოვთ ამას და მაინც ტელევიზორში ელოდებით რომ რაღაცნაირად იქ მოისმინოთ ხმა. გისმენთ? თქვენი ძაღლი კარგი პატრიოტი არის. ველაპარაკე ლომიას პენსიონერი ვარ. ყოველდღე მატყობს ფასები კარგი საჭმელზე და საკვებზე ყველაფერი. დიახ, ასეა სამწუხაროდ. ხოდა. მეც რა შეიძლება ამომავწოთ გირა. მისხელობ. რა ვქნა ეს ფასები იწევა ესე და 20 სუმატებენ და ერთია. ორასორ გასვებულ. აი ეს მაიმუნობას დაგადგილი. დიახ. ხოდა. რა ვქნა ემატება ფასები და ემატება რა ვქნა. აბა ეს ლაპარაკია. როგორია ნორმალური პასუხი იმის მაგილას. აი ეს ნაერთვით. კეთილი, მადლობა ბატონო თქვენ ზარისთვის. გასაგებია გიორგი ლომიას ხვალ ექნება გადაცემა 6-ის ნახევარზე. დაუკავშირდით მას და ისაუბრეთ მასთან. მე რა უნდა გიპასუხოთ გიორგი ლომიას ნაცვლად? ცოტა უხერხული ხომ არ არის, რომ მე მირეკავთ და ასეთ მდგომარეობაში მაყენებთ. საერთოდ არ მისმენია ამ გადაცემისთვის, მაგრამ თუ კი გიორგი ლომიას შეშჩივლეთ, თქვენ დღეს არაფრის შეცვლა არ შეუძლია პატრიოტთა ალიანსს, იმიტომ რომ ეს არის ოპოზიციური ძალა. რა უნდა შეცვალოს დღეს? ფასები გააიაფოს გიორგი ლომიამ და პატრიოტთა ალიანსმა? არა. არ შეუძლია ეს არც გიორგი ლომიას და არც პატრიოტთა ალიანსს. და ეს კარგად უნდა გაიგოთ. თუ თქვენ მხარს დაუჭერთ, მისცემთ იმის ბერკეტს და ძალაუფლებას, რომ მოვიდნენ ოპოზიციაში დიდი დოზით, ან გნებავთ ხელისუფლებაში, რაც უკეთესი იქნებოდა, ამ შემთხვევაში მოვთხოვოთ პასუხი ყველას თუ არ გააკეთებს, მაგრამ გააკეთებენ. ისეთი კარგი პროგრამა აქვს და ისეთი კარგი გეგმები აქვს. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. მე როგორც ჩაჩელი საქართველოს მოქალაქე ძალიან პოლიტიკურად პროტესტების საფასონებს არის საშინელი ქაოსი ყველა ხრიდან არიან აღარამობენ პოლიციელები როგორ ეხარებენ როგორ განსხვავებული როგორ დაგინებდნენ ამ ყველაფერზე პასუხს ვიმატებ. რატომ აღიარებენ იმას, რომ მუსლიმებით გაგვიშეს საქართველოს ჩვენი მიწა-წყალი ბოლოს-ბოლოს ვიწყდება და რატომ არ ფიქრობენ? მადლობთ, ძალიან ცუდად ისმის უკაცრავად, რაღაც ნაწილი გავიგეთ, ვის რჩება ეს ქვეყანა, უცხოელებით ივსებაო. ვიც გავიგე რომ წუხართ ამ პრობლემებზე, მადლობა ზარისთვის, ცუდად ისმოდა უბრალოდ. მორიგი ზარია, გამარჯობა. ილია გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. აი გუშინ კაისო გამოკითხვა ჩაატარეთ თქვენ. დიახ. რა მაინტერესებს თქვენგან? დიახ. როგორც გამოცდილი ადამიანი. შეიძლება თუ არა ეს არჩევნებამდე დიდი მასშტაბით რო ჩაატაროთ რა, როგორ იცით, აი თქვა 1 საათი ხო იყო გუშინ გამოკითხვა თქვენ რო გააკეთეთ. ეს გამოკითხვა რო ჩაატაროთ საღამოს აი ყველანი რო სახში არის მიხვდით და სადღაც 2 საათი მოგცეთ აი თქვენიანებმა
ან 2 საათი და ის საღამოს რო ჩაატაროთ. აი ეს ვერსია შესაძლებელია თუ არა. იმიტომ მე თქვენკენა ვარ და უფრო ყველაფერი გამოჩნდება. მიხვდით ბატონო ილია რას გეუბნებით და ჩემო ხალხნო სანა პატრიოტები არ მოვლეს სათავეში ჩვენ არაფერი არ გვეშველება. კიდევ ერთხელ გეუბნებით 1000 პრობლემა. ბატონო ილია ისა შემეკი ისა მითხარით რა პასუხი შეგიძლია თუ არა? აი 2 საათიანი აი ტელე და მეორე ტელეფონით რო დაამატოთ. არა მე ვერსიას გეუბნებით. მიხვდით რა გეუბნებით. სრულებითვისა საუკეთესო. მე ამას ერთი კვირის უკან ქალბატონი ირმასაც უთხარი და აი ესეთი გამოკითხვები რო აწარმოოთ, ოღონდ საღამოს. იცით რაზე? ეხლა სხვები ჩვენ ხო ვიცით კარგად რომ ქართულ ოცნებას ვინც აძლევს ხმას, ყველა სამსახურებში არიან ამ დროს, მიხვდით? და ვერ იმასვებიან და მე ვიცი რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ყველა პარტიის თანაფარდობას თუ დაუკვირდებით ყველა პარტიის მხარდამჭერ შეიძლება იყოს სამსახურში შუადღისას მაგრამ კარგი აზრია გავაკეთებთ აუცილებლად გავაკეთებთ 2 საათი იყოს ევრმა გვისაყვედურა რომ ვერ დავრეკეთ ფიზიკურად ვერ დავრეკეთ ასეთი ბევრი საყვედური იყო და გავითვალისწინებთ თქვენს ამ წინადადებას შემიძლია პირადად მე გაუძღვე ამ გადაცემას კვლავ და კი ამარო თქვენ უნდა გააკეთოთ იმდო თქვენ ხართ პროფესიონალი ამ საკითხებში დიდი მადლობა დროებით ილია თქვენი დროებით წარმატებებს გისურვებთ 5-5-7-88-55-98 ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე რა იცვლება ბოლო წლების განმავლობაში თქვენი დაკვირვებით ამ თემის მომზადება იმიტომაც გადავწყვიტეთ რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც წერია, რომ საქართველოში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარი შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა და ასეთი იყო ბევრი. თქვენ რას ფიქრობთ, როგორ აფასებთ და მთლიანობაში რა უმჯობესდება და რა უკეთესდება ამ მიმართულებით? გისმენთ? გამარჯობა. ამერიკის მისმერი აღარჯერა, როდესაც გაზი არ იყო იმ შენობაში, სადაც ჟვანია მოკლეს და გაზი დააფიქსირა. ამერიკა იმას რაც ერხედავს, რომ ხარ სახელმწიფო და მოდი მოგეხმარებით ქართველებს გაშენებინეთ პედალურტირებო. პენსიონერს რატო ვერ ხედავს ის ამერიკა ვერ გავიგე თუ ასე კარგი მეგობარი ყავს თუ ასე და თქვენ მალე ნახავთ ტრამპი რაში მოგვიბრუნებს და რაც მოგთხოვს. მთელი ომები ამერიკის ისა გააქტიურებული, მაგრამ სიონისტურად თვითონ არ ჩანან ისინი და ვინ საუბრდება, ყველგან მაგენი არიან. ეხლა ილია რა შეეხება რა ვითარდება და რა არაფერი არ გაუმჯობესებულა ხალხისთვის. რა თქმა უნდა ამ ბობოლებისთვის ყველაფერი გაუმჯობესება და გადასარევად არიან. მაგრამ ჩვენ ერთი ძალიან ცუდი ტერმინი შემოვიღეთ. საუბრობთ ნება. საუბრობთ კეთილი ნება. რა შეა კეთილი ნება? ხალხო დამაჯერეთ დამბოლს და გამარჯვე ქვეყანა დამარჯვე ქვეყანა აღარ ამოდა. კეთილი ნება შეიძლება მე მცხვენია იმ პარლამენტში, სადაც ელისტრიგი, რუსადაც ჯარკოვის და ასე შემდეგ. მე არ მწევთ იმ პარლამენტის დაშაცა ისე და დასადა ვინც პარლამენტს წვავდა ისე. ნაცია შეიძლება შენი ხასიათება დასჭი და მისი ხასიათება არ დასჭი იმას და ეს რო 2024 წლის ბოლოს არ პარტიები და იმ გრიგორიანების სისტემით არ მოხდებოდა ყოველთვის უნდა იყოს კანონი მასი და თავდა პარლამენტს დღესაც თავდა მე და მოგეხასიათ არ გაჩაროდა გაათამამე დაუჯერობით. მადლობა. დიახ, დაასრულეთ ქალბატონო ბოლო წინადადებით. დიახ, ზუსტად ბოლო წინადადება. ერთი ვიცოდე ჩვენ რომ ამერიკა ხედავს იმას ათმიქის არის სასურველი. ჩვენ დავინახოთ ჩვენი ქვეყნის სასურველი და მიუხედავად ჩვენ ქვეყანას, მაგრამ ყველა ასეთი კანონი დარევალება ეს არის გადაირამებული და დასაწყო და იმისათვის თავის ხის. ისე რა უნდა ისე ერთიან
მადლობთ, გავიგეთ თქვენი სათქმელი. როგორ აფასებთ ბოლო წლებში საქართველოში არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა. პირდაპირ ეთერში ვართ, როგორც რადიო ობიექტივზე, ასევე ტელევიზიით მთელ საქართველოში, სახლის ანტენით, ყველა საკაბელო ტელეარხზე ობიექტივის მაუწყებლობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, მათ შორის ინტერნეტში. მორიგი ზარია, გისმენთ? ელე. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ისიც ამეთი ქრისტის კონდა თი გავაჩერმა. დიახ. რო ის რაკია. საზღვარგარეთიდან შემოდის პროდუქცია და რაღაცეები რა ხო და ესე იგი მე მაქვს სოფელში სახლი. დიახ. ან სახლის გარშემო არც ეზო შეიძლება რომ გადაგიძგიცონ არც არაფერი რა ერთი სიტყვით. ხო და თუ მაგალითად ბატონო ფართო რანაირად შეიძლება რომ ქალბატონო ძალიან ცუდად ისმის თქვენი ხმა მოდით მთავარი სათქმელი ბრძანეთ რა მოთხოვნა გაქვთ ან რა ხში ხედავთ პრობლემას რაში და თარადლივე მიწის ნაკვეთს კი გეთახმებით როგორ შეიძლება რომ არ შემოვიდეს საზღვარგარეთის პროდუქცია დიახ. მიწარგეთნა. გეთანხმებით, ვიზიარებ აბსოლუტურად საქართველოს მოქალაქეს, ქართველს, როდესაც არ გააჩნია ერთი გოჯი მიწა საკუთარი და ამ დროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თავისუფალი მიწები უცხოელებზე იყიდება, ეს არის ძალიან ცუდი მიდგომა. მაგას ჯობია უფასოდ მისცე ქართველს, საქართველოს მოქალაქეს და მან რაღაცა შექმნას ამ მიწაზე. ზარია, გისმენთ? Алло. გამარჯობა, მოგესალმებით. ილია. დიახ. ჩვენ რასაკვირველია ვარყოფითად ვაფასებთ აი მთელს შრომას და ჩვენი პარლამენტისაც. ჩვენმა მდოცნებელ მთავრობამ ხალხის წინაშე უნდა წარადგინოს თავისი გეგმა, რას უპირებს ქართულ მიწებს და საქართველოს მოსახლეობას. თუ ამდენი უცხოტომელი ჩამოასახლეს საქართველოში, ჩვენ სად გვიპირებენ გასახლებას, თუ მათ დაკრულზე არ ვიცეკვეთ. დარჩა ვინმე გონიერი ამ ქვეყანაზე, დაფიქრებელი ამ მთავრობაში, პასუხს ვინაგებს ამდენ მავნებლობაზე ხალხისა და მამულის წინაშე. საერთოდ პარლამენტი რა საჭიროა, თუ ასეთი უპასუხისმგებლობნი არიან ერის წინაშე. მარტო ხელფასების მომატებაზე და საკუთარი ოჯახის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრი და შრომა ხალხი სულ სინდისზე კიდიათ, რომელიც არ აქვს მათ. ამიტომ არ არის საჭირო საერთოდ პარლამენტი საქართველოში. მინისტრ საბჭო იყოს და განმართონ გონიერმა ადამიანებმა ქვეყანა. იცოცხლეთ. ილია, დიდი მადლობა შენს მშობლებს რომ ასეთი შვილი ყავს. მადლობა, დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ. წარმატებულ დღეს გისურვებთ. დღეს ვასრულებთ ამ გადაცემას. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი ინტერაქტივს. კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ რადიო მსმენელს თუ ტელემაყურებელს, რომელიც გვირეკავდა. მათაც მადლობა, ვინც არ გვირეკავდა, მაგრამ გვიყურებდა ან გვისმენდა. გემშვიდობებით ხვალამდე, ნახვამდის.